მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, მე ხატია ვარ, ეს კი მადის აღძვრელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვთ, რომ ტრადიციულად გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ და აკომენტაროთ, თვალყურადევნოთ და მოკლედ იყოთ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს. დავით ხარაბაძეა, ჩემთან ერთად. დათო როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, წარმატება შენ და შენ არხს და მადლობა. საქმიანობას ყველაფერს. პირიქით, შენ მადლობა რომ გამომიყავი დრო და აქ ხარ ამ ცხელ ამინდში, თუმცა ახლა გრილობთ. არა, ძალიან სიგრილია თქვენთან ისე მესიამოვნა რომ შემოვედი. კი, მეც რომ შემოვედი, ძალიან მესიამოვნა. და ძალიან კაი გარემოა, მინდა აღნიშნო და ძალიან დიდი მადლობა. აქვე მინდა აღნიშნო, რომ პოდკასტ პოინტში იწერება ჩვენი ყველა ეპიზოდი და ძალიან დიდი მადლობა ამ უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ გუნდს. მე მინდა რომ პირველ რიგში ხა გკითხო რომ აუცილებლად შეამჩნევი ჩემს მაგიდის სუფრას ალბათ როგორი ნარნარა. ძალიან ლამაზი და ორიგინალური ასე ვთქვათ. ხო, სხვათა შორის მე და ტექსტილების ქართული კომპანია თენა დამეგობრებულები ვართ. დიახ, ეს არის ქართული made in Georgia და აწარმოებს ესეთ წყალგაუმტარ მაგიდის სუფრებს, ასევე თეთრეულებს, ჩაის ტილოებს, სხვადასხვა მოკლედ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ხო, აქ რამე წყალი რო დაასხა, არ შეგიძლია რომ ესე მოწმინდო და მართლა? ხო, წყალს არ ატარებს. შენ რამდენად გიყვარს ესეთი სუფრები? უფრო გოგოებს მეკითხები ხოლმე, მაგრამ მაინც ზოგადად მინდა გითხრათ, რომ აი სამზარეულოსთან ვარ ძალიან წყრალად. ანუ ის რო არ არსებობდეს მოტანის სერვისი შეიძლება შიმშილით მოგვდეს აი. ჩაის ვერ ვადუღებ ელემენტარულად ეგეთი. ია, კაი სალაპარაკო ვიქონია, მაგრამ ეხა სუფრაზე მითხარი თუმცა ეხა ესთეტიკა და გურმანი და ასე შემდეგ ვარ და ეს ძალიან ორიგინალური და ძალიან ლამაზია თავისი ეს ორიგინალური გაფორმებით. კი და სახლს ძალიან უხდება. ძალიან უხდება რა თქმა უნდა. სიმყუდროვეს ანიჭებს. ხო და აუცილებლად თენა საჩუქრის გარეშე ჩემს არც ერთ სტუმარს არ ტოვებს. და პირდაპირ დასაწყისშივე ძალიან დიდი თენა გადმოგცემს მაგიდის სუფრა. შეგიძლია გთხოვ რომ ამოიღო და აჩვენო კამერას. აკეთ, აბა როგორი პრინტი შექმნე შენ. აი, პროცეულები. ძალიან ლამაზი. შენიერი. გადასარევი. დიდი მადლობა თენას და დიდი მადლობა შენ. სხვა ჩემს პარტნიორებს, საყვარელ პარტნიორებს გაგაცნობ. ეს არის ბომბარი. პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, ასე რომ თუ გინდა რომ რაღაცა ტკბილი არ მიიღო, შეგვიძლია ბომბარი, აგრევე დამხმარე რგოლად გამოჩნდება. საჩემოა ზუსტად, იმიტომ რომ შაქარს ვებრძვით. რა თქმა უნდა და დაგაგემოვნებინებ ამას აუცილებლად. რა თქმა უნდა, სპარი, მაღაზიათა ქსელი, რომელშიც შეგვიძლია მრავალფეროვანი პროდუქცია მოვიპოვოთ და დღეს აქ წარმოდგენილია მექსიკური ლუდი, თან მსოფლიო ჩემპიონატია, თან ამაზეც ვისაუბროთ და თან ლუდიც დავაგებოვნოთ. ეს სპარზე გამახსენდა შეკრებაზე ვიყავით ავსტრიაში და ერთმა ფეხბურთელმა ვისპარი აქაც ყოფილა. მანდაც ყოფილა, ხო? კი, არის მეგობრებო, მარტო საქართველოში არ არის სპარი. და ასევე აქ არის წარმოდგენილი ენერჯის თხილეული მარილიანი და ესეც ვახრამონოთ. და შენც რახან ექიმი ხარ, უფრო გარკვეულით იქნები და მარილთან დაკავშირებით, ეს არის ლოს-ალტის ჯანსაღი მარილი დიდი ბრიტანეთიდან, ძალიან სასარგებლო თვისებებით და ამასაც მე ვიტყვი. ჩვენ ახლა რატომაც შევიკრიბეთ, იგი საჭორაოდ და თან იმისათვის რომ საყვარელი კერძი რა არის და ხინკალი ხო ყველა საყვარელი კერძია. ხინკალი მე მგონი აქ ცალკე დგას და დანარჩენებზია მე დავა თუ შემდეგ ასე შემდეგ. ხინკლის ფაბრიკამ გამოგვიგზავნა უგემრიელესი ხინკალი. და მე ძალიან მიყვარს ხინკლის ფაბრიკის ხინკალი. როგორი ლამაზუნებია. ძალიან ლამაზუნებია მართლა და ეს პაწუკები. კიდევ არის გამოგზავნილი, თუმცა ჯერ ახლა პატარა ყუთი რო არის, აქ ჯერ ესე დავდა კომპაქტურად. თან ნახე, ინსტრუქცია აქ ჭამის. რა თქმა უნდა. აგენახე. ხო, აი ეს მიყვარს ყველაზე მეტად. აუ, რა კაია. და მგონია რომ ყველაზე მეტად გამოადგება ტურისტებს, იმიტომ რომ მაგაზია გათვლილი. ჩვენ ქართველებს არ გვესწავლება როგორ უნდა მივიღოთ. ხო. ერთი სამყავს მეგობარი მყავს ახლო თიანეთიდან. ხო. და მაგისი ფებია ყოფილა რაღაც თანამდებობის პირი აძველზე კომისია და მჟავანაძე რო იყო ჩამოსულიო თიანეთში და ხინკლისკენ ესე ჩანგალი წაიღო და ეს ხელს ჩარტყაო მჟავანალესო და ხინკალ შეურაცხყოფას ნუაყენებ ესე უთხრა.
ხო, იმიტომ რომ ნო. ჩანგლით მე არ ვჭამ ჩანგლით და ხო ცხელით ვჭამოთ ხო? კი, აბა, რა თქმა უნდა. მასტერკლასი ჩავატარო. მიდი. ერთი წამი. ოპა. ანუ წვენს არ არა, რას როგორ ლაპარაკ. გეკადრე? ესე. დოჩენაშვილის ეულად. აბა. ამას ცოდნია გენაცვალ. გემრიელი წვენი აქვს. ძალიან. თან ბევრი. კი. კარგია. და მე რო ცხელია როგორ ვჭამ, იცი? ეხლა არ მიწევს, მაგრამ ესე ვაკვეჭხობა. ეს არ არის ხოლმე. ეს არ არის ხოლმე ცხელიან ადგილი და ის შეგიძლია დაიკავო. ხო, აი ახალ გამოსულზე თუ აი ცხელი, ეხლა ეს ცოტა ხო შეგრილებულია. მაგ შემთხვევაში კი. ძალიან მიყვარს. ძალიან კაი. მადლობა ხინკლის ფაბრიკას. მადლობა ძალიან დიდი. ხა ახლა გარეთ რო ცხელა, აქ რო გრილა არ იგრძნობა, რომ ხადეს ცხელი არ მსგუშრება. ძალიან კაია. დაბალანსებულად ყველაფერი. წვენი, ხორცი, და სიცხარეც ხო კაია. სიცხარე ყველაფერი. ძალიან კაი. ცხელი ცომი ჩვენი. ხო და ლუდიც ხომ მივაყოლოთ. ჩვენ ახლა უნდა დავაგემოვნოთ მექსიკური ლუდი, ლუდგერს მექსიკანა. ლუდი ცივი რო დამახვედრე. ხო, ლუდი ჩაცებული დავახვედრე. აგერ მაქვს გასახსნელიც და ჩემო მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს მექსიკური ლუდი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მსუბუქი გემოთი და ზაფხულს რომ ძალიან შეესაბამება, მით უმეტეს მსოფლიო ჩემპიონატის დროს რომ კარგად ჩაუჯდეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს მსოფლიო მატჩის დღეა. ამიტომ მაღაზიათა ქსელის სპარი მუშტაიდის პარკში 20 საათზე დიდ ეკრანზე ყველას ფეხბურთის საყურებლად გვეპატიჟება, რათა საყვარელ გუნდს ერთად ვუქომაგოთ. იქნება DJ, გართობა, უგემრიელესი საჭმელები და რა თქმა უნდა ცივი ლუდი. ხო და მეგობრების წამოყვანას არ დაგავიწყდეთ. ასე რომ შევხვდებით 19-ში მუშტაიდში. თან მექსიკაშია მსოფლიო ჩემპიონატი. ხო. ნუ ერთ-ერთი ქვეყანა მექსიკა. ხო და ძალიან არის აი ესე არიან, აი. მოდი გავხსნა. აბა. შენსაც მეგაქვს. დიდი მადლობა. აბა. ესეთი ნახე როგორი ოქროსფერი შეფერილობა აქვს. ნო. ხორბალიც რა თქმა უნდა. იგრძნობა ალბათ. ხო, ქარვისფერი. ჭახ. დაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. აუ. ზუსტად ისეთი ლუდია მე რომ მიყვარს. სახეზე მეტყობა ხო? მე მიყვარს არამწარე ისეთი კარი დასალევი ლუდები და აი ზუსტად ისეთი ლუდია რომ გამოგახვიცებს ასე ვთქვათ. და ძალიან სასიამო დასალევია. კი, ძალიან კაია. ყველა გაიქცეთ სპარში. მეცოდინება სპარში მექსიკანა მოკლედ რა. კი. და თან ეგრე ხდება მსოფლიო ჩემპიონატი. აუ თან ძალიან მიყვარს მე ესეთი ბოთლები რაღაც გამჭვირვალეში როას არა, კიდე პატარა რაღაც კუსკუსა ძალიან საყვარელია და ხო გააჩნია საიდან გემრიელად რო დალიო აი ბოთლსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათაშორის. შენ ესე იგი მითხარი ეს დავუბრუნდოთ ახლა ამ თემას რომ არანაირი არაფერი მზარეულობასთან ახლოს არ აი ახარ. ძალიან ცუდი ვარ, ძალიან ცუდი ვარ. აი შეიძლება არც გინახავს ჩემზე ცუდი მაგამ ბავში. სადაჟე ისე კი არ არის რომ რაღაცა ცადე არ არსებობს. ხო მითხარი რა ცადე. კვერცხი შეწვალ ცადე. დავიწვი ყველაფერი ზეთით. რას ამბობ? ხო. მერე ვცადე სპაგეტის გაკეთება, იქ ხო საერთოდ სამზარეულოს ნაუმარი იყო. მოკლედ შევეშვი რა, არ არის ჩემი. ჩვენთან იმერეთში ჩემნაირ ადამიანს ეძახიან ხელნაჩეს. ხელნაჩესი რას ნიშნავს? აი ხელიდან რა არაფერი არ გამოზდის, ასე ვთქვათ რა. აი რაღაცები, საქმეები ხო რაღაცები და აი რაღაცა. ვერა. შენ საყვარელი საჭმელი რა არის? კიდევ ჩემი სხვა საყვარელი- ხილის გარდა. ხაჭაპური. ხაჭაპური გიყვარს? იმერული. იმერო რა თქმა უნდა. მეც. ხაჭაპური იმერული, ხაჭაპური არის და კიდე რა ბევრი აი რა არ მიყვარს მაგას მიყვარს ხო გითხარი თევზი და კარტოფილი არ მიყვარს ვერ შევიყვარე ვერაფრით ზეთის ხელი არ და მეუნებიან რომ თავიდან არ თორე მერე იცი რომ აი ვერ არა ჩემი გამოსლებიდან გეუბნები მაგას. ყველა ეგრე მეუნება ყველა ეგრეა, აშკარად ეგრეა მე მგონი. ხო რომ აი თავიდანო ვიფიქრეო და აი მერე უნდა დაამუღამო მაგრამ რა ვერ დავამუღამე ჯერ და ვინმე არის ნეტა ესა ვინც პირველად შეჭამს და უყვარს მე მგონი არა. ხო რაღაცა მაგრამ მე ვცადე და რაღაცა ხო გაანიშნეთ აჰა არ მიყვარს
დიდად სალათები. მოკლედ ცომის ტივარა ერთი სიტყვით რა. ხო, ცომი ხა. ცომის ტივარ ტკბილი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ცომის ტივარ და ეს ცომი არის ზუსტად რომ შემიძლია ვჭამო ღამე, დღე, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდი შეჭამ, თავარია რამდენი შეჭამ და როგორდანაირად. და დიეტაზე ხარ ხოლმე? კი. პირველად დავიცავი ეგრეთ წოდებული უგულავას დიეტას რო ეძახიან. დავიკელი 16 კილო. ოღონ ეს 16 წელიწად წარმოიდგინე 4 კვირაა სულ ერთ თვეში. და იმენა ადამიანს აღარ უგავდი. გათეთრებული რაღაც მიტკალივით რაღაცა ძალიან და ეგრეს სწრაფად დაკლება არ არის კაი. მე უცებ არ მოიმატე? კი, რადგან ორგანიზმს აქ მაგის უნდა რომ იმახსოვრებს ამ ყველაფერს და მე უფრო სწრაფად იმატებს და უფრო ასე ვთქვათ ინტენსიურად. ხო და ეგრე მოხდა. მე მეორედ ვცადე, მეორედაც ეგრე, ოღონ მეორე ჯერზე სადღაც 12 კილოზე მეტი ვერ დავიკე. და ისე ფსიქოლოგიურად ძალიან რთული არ არის ეს ერთ თვეში, რომ იცი როგორ არის? იკლება ამ იმებს, რა ქვია, საჭმელებს, რაც არ გიყვარს. იცი როგორ არის? თუ დავიწყე რომ მე არ ისე რო თქვა რა გამიჭირდა და რამე არა გამიჭირდა ბოლო კვირა როცა რაღაცა ისეთია უცნაური რაღაცა დღეში პირველ დღეს უნდა ჭამო კილონახევარი კიდრი და პომიდორი მეორე დღეს კილონახევარი ყველი მესამე დღეს კილონახევარი ქათმის მკერდი მოხარშული მშრალი იცი ასე შნელება კი მეც მიჭამია უბრალოდ მუცელი რო ამოივსო რა ბოლო დღე არის მაგარი ერთი ნახევარი კილო ჰოლანდიური ყოლა და ერთი ბოთლი შავი ღვინო აი ყაშე ბოლოს ყოფილა თეიფი გენაცო ბიგამდე ვერ მივედი იმიტომ რომ ღვინოს ზედაც ვერ სვლა 12 მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ძალიან ისეთი დიეტაა და ერთი პერიოდი მე რაღაც პერიოდი ძალიან რო გამექცა წონა ენდოკრინოლოგსაც მივმართე ვიკეთებდი ყბადაღებულ ოზემპიქს ოზემპიქს უბრალოდ საქსენდას ვიკეთებდი ყოველ დღე ეთება ეგ ბიძაშვილია ოზემპიქს ჩათვალე იქაც სადღაც 13 კილომდე დავიკელი შენ გამოცდილებები ქონია კი და ეხლა მე 2 კილო ვერ დავიკეთე ეხლა კიდე შენ დასაკლები რა აქვს არა 1-2 კილო მინდა ხო იცი აი რაღაცა რომ უფრო სრულყოფილა შვიდად იქნო თავი ჩემი წონა არის 70 ძალიან მაგარია 75-ის კარგია და წარმოიდგინე ვიყავი უკვე 98 და ეხლა ჩამოხვედი ეხლა ვარ სადღაც 88 ხო, მაინც ჩამოსული ხარ, ხო. აი, შენ მაინტერესებს რამე ისეთი საჭმელი თუ გიჭამია, აი, სუფრაზე ძალით, რომ აი არ გიყვარს, მაგრამ კი. რა. იცი რა მიჭამია? სუფრაზე რა. აი, ხათრით რა. ხო, აი, ნათესავთან ვიყავით ერთ, ხო, ბავშვობაში მახსოვს. და ვაიმე რაღაცა და გამომიტანეს წვანე ლობიო. პარკი ლობიოს ეძახიან იმერეთში ჩვენთან. ოღონ ამ წვანე ლობიოს არის მე მგონი თუ უნდა აი ხიწვები აქვს. ხო და ეს ხიწვები არის ვიცი, გრძელი ძაფები ვითხოვარ და შეიძლება გადაგწდეს. ხო და ეგ თურმე ან უნდა გამოაცალო, ან მოკლედ ხიწვებიანად იყო და ეს ლობიოს კონსისტენცია რო კარგად დაიღეჭა შეითვისა და გადავიდა ეს ხიწვები დაარჩა და ყოველ ლუკმაზე ეს ხიწვები რჩება და ბოლოს გამოვიდა ისე რომ აი კიდევ დავიხჭე მართლა და აი მართლა თან ის არ მიყვარს ეს პარკი ლობიო ძალიან და კი როგორ არ ყოფილა ეგეთი რამე ხო და მეც გიწევ მაინც რამდენჯერ გვიწევს ხოლმე ეს ხათრით რო ხათა შორის ხა თავარი უნდა მოგიყვეს ჩემი ბავშვობის ტრავმა მოკლედ ჩემ დედა ჩემს და ბებია ჩემს რატომღაც აჩემებული ქონდათ რომ ძალიან კარგია ბავშვთა სასარგებლოა დილით ერთი მათლაფა პირდაპირ ერთი მათლაფა რძედა ჩაფჩხვნილი პური და წარმოიდგინე აი ყველა დილის გათენება მე ზიზღებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს რო ჩავიდოდი, სოფელში ჩავიდოდი და მაღალი სახლიდან იქ მოხდებოდა ეს ჩაბუჟბუჟებული და აი ტანჯვა რასაც ქვია რა. ხო. ძალიან კაიაო სახის კანს წვენცო და რაღაცა ხო იცი როგორ იციან და აი ისე ცუდად მახსენდება რაღაცა. ხო, აი სოთაშორის ბავშვობიდან მოდის მე რაღაცები, რაც აი ვიტან მე ერთის დანახვაზე შეიძლება უკვე ცუდად ხდები. იცი საერთოდ ყოფილი ვარ თურმე ძალიან ცუდი ჭამელი. რომ აი მართლა რომ აი შემეძლო საერთოდ რო არ მეჭამა. ნუ არიან ეგეთი ბავშვი. ხო და წარმოიდგინე ამ ცუდი მჭამელი რო ვიყავი და დაძალება და რაღაცები ხო კიდე უარეს ტრიგერებს აჩენს და
მერე სულ მიკვირდა ამ უკვე რო გავიზარდე და უკვე ჩემი რაღაცა და სულ მიკვირდა და ყველეს მეუბნებოდნენ ბიჭო დაჯექი და ისე ჭამეო სულ მეუბნებოდნენ რა დაჯექი და ისე ჭამეო და მე თავი და არ ვაკვირდებოდა თუ მართლა აი ჭამა შემიძლია ეხა შემიძლია ხინკალი ავიღო და ვიარო და თან ისე შევჭამო და რატო და თუ მე რო ჩავყევი რატო იმიტომ რომ ბავშვობაში დამზდებდნენ კუთხეში მიმიწყებდნენ და დავდოდი იმას და დამზდებდნენ ამ თებში და იმით და ძალით ესე მაჭმევდნენ და და როგორ ჩარჩა აი ეხა აი ხო ვზივართ ეხა აი მინდოდა მართლა ეხა რა ვიღი გამძლეარიყავი და გას გამოსვლები შემეჭამა აი ესე უფრო კარგად გძნობ თავს მაგას მართლა გეუბნები ხო აი არის შინაგანად ჩარჩენილია ეს რაღაცა კოდი რომ ესე რაღაცა არიცი რატო შვები მაგ იმდენი რამეა ბავშვობიდან მე იმდენ რამეს აღმოაჩენ თუ დაუკვირდები და ჩაუღრმავდები ისეთი რაღაცები აღმომიჩენიან რომ რატო აი კიდე რა აღმოგიჩენია აი რამე რაც ვთქვათ რაღაცა ვიტყვი ახლა სხვათა შორის აი ძალიან საინტერესოა მაგალითად ბავშვობა არის მართლა საფუძველი აი ნიადაგში რო თესლს ჩადებ და როგორი ყვავილი გაიზრდება ეგ მნიშვნელოვანია ხო რა როგორ მოუარე ნახე გეტყვი მოკლედ რო გავიზარდე უკვე და პროფესია და ჩემი საკუთარი ბინა და სახლი და ყველაფერი და შემდეგ რაღაც აღმოვაჩინე რომ არ სიამოვნებს ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც დისკომფორტი აი ნერვიულობ განვიცდი სტუმარი როცა სახში წარმოიდგინე ქართული კაცი დაძაბული ხარ ხო აი ზუსტად დაძაბული ვარ ხო მერე და აშკარად ვატყობ რომ მირჩევნია ესე იგი ნებისმიერი ადამიანი გარეთ რესტორანში დაუპატიჟო 10 ჯერ მეტი დავახარჯო საერთოდ ფულში ძალიან ჯიგარი ტიპი ვარ ხო და ხო აი მართლა აი რა დადებითი რა გაქო თუ მითხრეს ვარ რომ აი ეს მომენტი მაქვს რომ აი მართლა ხო და ბიჭო ვატყობ ჩემ თავს რომ არა იქით მირჩევნია ის ლიბის სახში არ მოვიყვანო რა ხო და აი რატო მეთქი რანაირად რა როგორ შეიძლება რომ მე და მე ბოლოს ერთმა ფსიქოლოგმა გამხსნა. მიზეზი რა იყო იცი? მოკლედ დედა ვერ იტანდა ძალიან სიმთვრალეს. აი მართლა რაღაცა იმის დონეზე ვერ იტანდა იმ სიმთვრალეს. და მამას როდესაც მოყავდა მეგობრები სახში რაღაცა აქეთ რაღაცა იყო რაღაცა ან მამა როდესაც მოდიოდა მთვრალი ან რამე მეორე დღეს სულ იყო რაღაცა მომენტი თითქოს უკმაყოფილობის მომენტი და მეც დაძაბული ვიყავი ამით რომ აი კიდე მთვრალი მოხვედი ხო გითხარი აი ხო რაღაც ჩაოლებრივი მომენტი და ბავშვობაში ამას ხო მე ხედავდი და აი სტუმარი რომ მოდიოდა შემთან ვიყავ და ეს რომ გავაანალიზე უკვე გაიარა მთლიანად ამ ყველაფერს რომ გახსენი კვანძი აუ რა საინტერესოა ძალიან საინტერესოა აი ხო და აი მანდ მივხვდი აი რას ნიშნავს მართლა შენ თემას გადავუხვიეთ ახლა კაი ფსიქოლოგი ხო ვლაპარაკობთ ჩვენ კი რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ კაი ფსიქოლოგი არის ვინც შენ გალაპარაკებს თვითონ შილოსი ისეთ ონი იცის ზუსტად სად რა კითხოს აი ზუსტად აი მნიშვნელოვანია რა კითხვა დაგისვას ოღონდ რატო იცი მე მგონი კითხვის დასმასაც ძალიან ფაქიზად უნდა მოეწყოს იმიტომ რომ შეიძლება ისეთი კვანძი ისეთი ჭრილობაზე შეგეხოს რომ მე ძალიან ჩაგაგდოს სადღაც მომენტი იყო სულ ცდილობდი რომ ჩემი ცნობილი ამბავია ყველა მიცის რა ვიცი მოყოლილი მაქვს ასჯერო პირველად რომ სამსახური დავიწყე და რამდენი გინდა ხელფასია რომ მითხრეს ეს არ ვიცი ხო და მე ვთხარი რომ რავი რამდენი გაქვთ გათვლილი ამ საქმისთვის ხო და იმან მითხრა რომ მაშინ 300 ლარს მოგცემ და მე პასუხი გავეცი ვისაც არავინ არ მიჯერებს დღესაც რომ 200-იც მეყოფა და ამ კუთხით ამ ხელფასის კუთხით აი რაღაცა სულ ამბობდი აი რატო ვარ ეგეთი რა რომ აი რატო ვარ აი მომთხოვნი რატო არა ვარ რატო არ შემიძლია რომ თქვა რომ ან დავშოთ ან მომიმატეთ ან დროზე რატო არა ან რაღაცები რატო არა ეგეც მიმახვედრეს რაო ესე იგი მოკლედ ბავშვობაში ძალიან უნდა ბევრი უნდა მემეცადინა მოკლედ. იმიტომ რომ დედას უნდა ძალიან რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაემბარებია. ნუ ბავშვობიდან ეგრეა ეგ რა ხო შენ რო არ წვეთ და ის რო ეგეთი ჩვეულებრივი მომენტია და იმდენად ამაზე იყო კონცენტრირებული
რომ აი სულ მეცადინეობა, აი სულ იმეცადინე, ფაქტიურად თამაშის დრო არ მრჩებოდა მე. იმიტომ რომ მორჩებოდი აი ხვალის, ზეგის მოამზადე, მაზეგის მოამზადე. ხო და ფაქტიურად თამაშის დრო მართლა არ მქონდა. მართლა აი სულ მეცადინეობდი ჩათვალე რა. და ისეთი მომენტი იყო რომ სათამაშოები მქონდა, მაგრამ იყო სათამაშოები რომლებიც არც მითამაშია, იმიტომ რომ მაღლა იტო. და იმ ფსიქოლოგმა გახსნა და დღესაც მაგიტო ვერ ითხოვ რომ დღესაც შენი სათამაშოები ზევიდდევს. ანუ რაც გინდა სათამაშო გადატანით იმ ხო, გადატანით მნიშვნელობა. აი მინდა რო თქვა. დღესაც იქ დაგეხმარა მე რომ აი კი, რა თქმა უნდა. ნახე შენი თავი მაშინ რო უკვე თქვი რომ მინდა. რა თქმა უნდა. აუ მე მაგაში თუმცა არის რაღაცეები, რაც ახლა ხო 1 და 2 ის არ ყოფნის და კიდე. იცი რა მითხარი? მოიცა ეს დამავიწყე. მარილი თუ გიყვარს შენ? ზომიერად კი, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის ლოს-ალტის მარილი. ლოს-ალტ. კი, დიდი ბრიტანეთიდან ეს არის ჯანსაღი მარილი, რომელიც შეიცავს 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს. ახლა შენ გეცოდინება შესახებაც რომ ეს იგი რახან დაბალი ნატრიუმის შემცველია, ხო, სითხეს არ აკავებს ორგანიზმში. კი ბატონო. წნევას არ რეგულირებს, დიეტის დროს მაგალითად. ანუ ფაქტიურად მარილს რაც აქვს მავნე თვისებები, ის განეიტრალებულია მაგაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია, რომ რაღაც სხვადასხვა მარილი ცადეს, მაგრამ მაინც არიან კმაყოფილი და ეს არის თან მნიშვნელოვანია მარილის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, თუნდაც ეს შეშუპება. კი, იმიტომ რომ ხო, მაგით. ხო, და ლოს-ალტის მარილი თან ბრიტანული ხარისხი და თან მნიშვნელოვანი ერთი ფრაზა აწერია, იოდიზირებული. ხო, რაც არის მნიშვნელოვანი ძალიან. კი. მარილზე აი თქვა უმარილოდაც არ შეიძლება ალბათ, ხო? რას იტყვი შენ? აი როგორც ექიმი, რას გვეტყვი მარილზე? ხო, მარილი ეხა ისევე როგორც შაქარი. შაქარი უფრო მავნია ცალს ახავთ, ხა რა თქმა უნდა, მაგრამ მარილიც არ არის სასროლი, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული და ბევრის მიღება. მე ადამიანები ვიცი, ჩემი ახლობლებიც რომ აი მე რო ვამბობ რომ მარილი კარგად აქვს, საკმაოდ მარილიანია, ისინი კიდე ამატებენ, არა აქ და ესე გადაჭარბებული, საერთოდ ყველაფერი არაფერი გადაჭარბებული არ ვარ. თავისთავად. მე მინდა რომ გადმოგცე შენ საჩუქრებს. ძალიან მანებრივი. დღეს საჩუქრებით მიდიხარ, ეს მოემზადე. დაიხარ. ლოს-ალტის მარილი მინდა რომ გადმოგცე, დააგემონო, გამოსცადო და დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვი. დიდი მადლობა, ურმესი მადლობა. მადლობა ლოს-ალტს. რომ ესე აბედნიერებს შენ სტუმრებს. სუფრა მივიღე, მარილის მივიღე. კი. სოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ახლა ხო და თან ვუძ მოვსოთ. ვის გულშემატკივრობ? ჩემო ხატია, მე ვისაც გულშემატკივრობ, არც ერთი იქ არ არის. საქართველოზე პირველ რიგში გულშემატკივრობ. ხო, ეგ ხა მაგ მომხდარი იყო, ეს რა თქმა უნდა. ხო, ვინც არის ახლა, არავის არ გულშემატკივრობ. იტალია. იტალია არა. იტალია, რომელიც სამწუხაროდ უკვე მეორე თუ მესამე ჩემპიონატი არ არის. მაინც მესის გულშემატკივრობ ძალიან. მესი რეალურად ეხა რო ავიღოთ, ობიექტურად უფრო მაგარი ფეხბურთელია ვიდრე კრისტიანი. კი, არა მესია ნამდვილად. მართლა. განუმეორებელი. მართლა 1000-ში ერთხელ რო არის ეგეთი. არა, ჩემი აზრით ეგეთი არ ყოფილა. ხო, თუნდაც. ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი არის ლეონელ მესი. და რა ბედნიერები ვარ ჩვენ რომ მაგის ეპოქაში მოგვიწია. შენი აზრით საქართველოსაც ხო შეუძლია აი რას ფიქრობ სოფლიოზე მოხვედრა? კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ევროპის ჩემპიონატზე ხო მოვხვდით, ამ ხელა რაღაცა იყო და რავი, მაგ ემოციებს და მაგ იმას ბევრჯერ მაგ ნათქვა მაგას რა და იმ ერთვენახევარ საერთოდ სად ვიყავი, აი ხანდახარ ვიხსენებ, მართლა მგონია რომ გამომეღვიძება, მაშინ ხო საერთოდ. ხო და პოტენციალი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ სოფლიოზე გავიდეთ და გვინდა ძალიან რა. აი შემდეგი სოფლიო არის თუ არ ვცდები, არის ესპანეთი, პორტუგალია, მაროკოში. ხო და აი მანდ აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ნაკრები. აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად მაგარი გუნდი გვყავს, იმდენად გაძლიერებული, რომ კი და ერთი ადამიანი ყავს განსაკუთრებით ისეთი, რომლის გარეშეც სოფლიო ჩემპიონატი. ხო, კვარას გულისხმობ თუ ხო, რა თქმა უნდა, ეხა კვარაც და დანარჩენები და თავისთავად და მამარ და კარში და მოკლედ
მოკლედ მე ძალიან აი მაგარია. სოფლიო ჩემპიონატზე როცა გავალ, აი მაშინ ვიტყვი რომ ის გამოთქმა რომ ცხოვრება შედგა, რომ იტყვიან ხო იცი, აი ზუსტად ეგრე იქნება. ხინკალი არ გინდა ერთი? კი, თან შევჭამოთ. ზუსტად ეგრე იქნება. ძალიან მინდა რომ ეგრე იყოს. ეხლა წმინდა და რა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ხონდა იმედი. აი ევროპაზე როგორ ვერ მოხვდი, იმიტომ რომ ევროპაზე ვერ მოხვდი კი არა და საბერძნეთის მატჩზე და ეგ გავიგე ძალიან ბევრჯერ გაქვს მოყოლილი. აი ალბათ რა დაუვიწყე, ანუ აქედან მეც ტელევიზორიდან და რა ხდება, მეთქი აი. ვერ მოხდა ბილეთი ვერ იშოვე? ხო, ვერ ვიშოვე აი, ბილეთი. მაშინ რო არ მიცნობდი. აი? რაცი მიჩალინჭი. აი, ვჭირდება რა, ჩალენჯი ხანძახან. იმიტომ რომ ძალიან, აი, ზოგადად ძალიან მიყვარს აი ქართულ ჩვენს თამაშებზე თუ საქართველოში ტარდება, აი, სხვა ემოცია რა და ევროპაზე არ ყოფილი ხარ? არა. არა. ხო და ალბათ რა მაგარი იყო, ხო იქ რო ხარ ვაფშე. არ შლაპარაკო. ხო და შენ როგორც ამბობ ხოლმე პენალტებს ვერ უყურებდიო, ბევრმა ხო თქვა და ანუ მე მარცხა როგორ ვუყურე არ ვიცი. ყველა კიოდით. ძალიან მაგარია. არ ვიცი რა. ეგ იყო რაღაცა ასწავლე. იქ ევროპაზე რომ მივიდა რომ ჩავფრინდით და ეს რაღაც წყლით რომ დაგხვდნენ და აი აუ რაღაც ასწავლე იყო რა. ძალიან ისეთი ორგათა გერმანია ხა მომე ისეთი ორგანიზებული იყო, ისეთი მოწესრი, ყველა დეტალი ისე იყო გათვლილი. ხო, იქ ხო. ხო, აი ასწავლად. არანაირი კუთხით რო პრობლემა არ იყო, უნდა გეთამაშა და ვითამაშეთ კიდეც რა. ჯგუფიდან გასვლა, ეგ არის მართლა გმირობის თორფასი. თან ძალიან კარგად წავედით მერვეთ ფინალამდე, ხო? ხო. და პორტუგალიას მოუგეთ. ერთ-ერთ ფავორიტს. აი, ეგ არ დამავიწყდება არასდროს და აი რონალდო რო იქ იდგა და მე ყვარამ რომ მაისური გამოართვა. მართლა ძალიან ისტორიული მატჩი იყო. უნდა გენახა პირველი ტაიმის მერე გასახდელში როგორ შემოვიდა და რაღაცას კედელს როგორ ლეწა წიხლი. ვინ? კრისტიანო. კაი, მომიყევი რა გთხოვ. ნუ პირველი ტაიმში ხო, პირველი ტაიმის მერე რომ ეგრევე ხო გაუტანეთ. 1-0 ხო წააგეს პირველი ტაიმი, მე მეორე ტაიმში მეორეც გაუტანეთ, მაგრამ აი პირველი ტაიმის მერე რომ შემოდიოდა, ეგეთი ამნახე ორჯერ. წამნე კრისტიანო მთელი გასული იყო პორტუგალია. ჯგუფიდან უკვე თავი ქუჩი ქონდათ ასე ვთქვათ, მაგრამ აი რაღაცა კედელი იყო თუ ბანერი თუ რაღაცას მთელი ძალით ფეხი რო ლეწა, მეთქი რამ გააგიჟა ეს. და ერთი მომენტი მახსოვს კიდე შვილი დაინტრა მე მგონი და შევედი. და თავზე დაგვადგა თვითონ. თავზე დაგვადგა და აი მთელი იმით ემოციით მეუნებოდა რომ დროზე წამოაყენეო, არაფერი არ ჭირს მაგასო. ანუ უცებუდა რომ თამაში გაგრძელებული იყო რა, ისე იყო და მე ხარი ხო გვაცალე და ეს კიტეიშვილს რო ვაყენებდი, აი თვითონ აი ეს მომკიდა ხელი და თვითონაც მომეხბარა. ხო მაგალითად მე თქო მომტეხავ რა ხელს. ეს უთხრა რონალდოს დათონდა. რა მაგარია. ხო და მოკლედ, მაგრამ სამწუხაროდ გული დავწყვიტეთ მაგ თამაში, მაგრამ აი ხერ ხო თვითონ წაიგო რა მოხდა. ართან გასული იყო და რა პრობლემა იყო. ხო რა ვიცი. მაგრამ ჩვენ მართლა ღირსეულად მოვუგეთ. არა, ხო, არაფერი არ. მართლა გამწარება მაგას ხო იცით თან გუჭყვი დაიშლება ხოლმე მე ეგრევე და რონალდოსთან ფოტო გადაიღეთ ან ესე ცნობილთან, არა? არა. მაშინ რომ მე მისულიყავი ფოტო გადაიღეო იქ, გაგიჟებულ რონალდოსთან. რას ლაპარაკობ? არა. მე პატარა ფილის კითხვა მაქვს მომზადებული, ოღონდ ესე სასაცილო რაღაცა. ესე ქვია. სტრაფი პენალტების სერია. შენ მოიფიქრე. ცოტა რაღაცა ესე რაღაც ინსპირაციებს მივიმართებ. ყველაზე ჯიუტი ფეხბურთელი. ნაკრებს გულისხმობ თუ საერთოდ? ნაკრებს. ნაკრებში? ლორია გიორგი. რატო? ჯიუტი ადამიანი. არ გემორჩილება? არა, ხო, არა, სულ კითხვები აქვს, სულ რაღაცა უნდა. სულ კითხვებს მიშვამს. ეს რატო, რის გამოა, ესე შემდეგ. არა, ეს ჯობია, არა, ესე ჯობია. ის რო გავიკეთო, არა, ესე ყოფა, არა, ესეც მინდა, არა, ესეც. აჰა, ესე იგი ლორია. ყველაზე დამჯერი ფეხბურთელი პაციენტი. ყველაზე დამჯერი ფეხბურთელი პაციენტი ვინ ქოჩორა. აი, მე საყვარელი. ყველაზე იუმორის მგრძნობიარე ფეხბურთელი. ქვილთაი. ვაკო ყაზაიშვილი ქვილთაია.
ამერს გამოვარჩევთ. და ერთად ალბათ კარგად ოქრიაშვილი, კაი ისტორიები გიორგი ჭანტურია, ანუ ეს ძველებიდანაც მოყვევი ახლა მე. ახლა ვინც არის ცალსახად ქვილთა. ხო. ქვილთაზე ხო იცი ის თუ მე მოგიყვები. კაი. ვის შეუძლია თავად იყოს ექიმი ცოდნით? აუ ლორია შეუძლია ეგეც. ხო? გლორიას, გურამ კაშიას და ნიკა კვეკვესკერს. ძალიან ჩახედულები არიან. კი. აი ხა იმას რა კაშოს შეუძლია დამიჯდეს და ნუტრიციოლოგიაზე, კვებაზე, იმაზე ტოლსწორად მეკამათოს, მელაპარაკოს რა არა ესე კი არა ეს რაღაცა. ხო, ძალიან მაგარი. კი. და ბოლოს ყველაზე ტკივილგამძლე პაციენტი. ფეხბურთელი. ტკივილგამძლე. სხვათა შორის ტკივილგამძლე კვარაც არის. ძალიან. და ქვილთაია იგივე ქვილთაია მე მახსოვს დინამო თბილისში იყო მას ჩემი ფეხბურთელი მოტეხელი ნეკნით ითამაშა და 2 გოლი გაიტანა და ნეკნის მოტეხელობა იცი რა არის და ბეჟილობას ისეთი ტკივილი აქვს და მოტეხელობა საერთოდ ვერ ინძრევი მართალია გამაყუჩებელი და რაღაცები მაგრამ იმას იმდენი ეფექტი არ აქვს და აი ამითი აქ ნათამაშები თუმცა ტკივილამტანი ყველა არიან ეგენი იმიტომ ყველა არიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ მართლა გეუბნები აი ისე რომ ყველა არაფერია საერთოდ არ აწუხებდეს ეგეთი ფეხბურთელი არ არსებობს და თამაშის დროს ეგრევე ვერ გახვალ. ხო, თუმცა აი ხო იცი გამორჩეული მე ერთი რომ დავასახელოთ ყველას respect და რა თქმა უნდა ეგეთი რო არ იყოს ვერც ითამაშებდა. კი ბატონო. всё, ეს ჩამოვაყალიბეთ, გასაგებია. დიდი მადლობა. ხო და მე კიდე ეს კი რაღაც კითხვებიც ხო დამრჩა. ესე იგი გარდა იმისა რომ ძალიან მაგარია რომ იუმორზე მინდოდა რა თქმა. ხო, რაღაც უნდა მოგეყოლა. ლორიაზე თუ ქვილთაია? ქვილთაზე. იუმორია თქო რა ვთქვი. პანდემია მოკლედ და საბერძნეთში მოგვიწია თამაში. ხო და ამ პანდემიას ხო იცით პირბადე და დისტანცირება რა ხდებოდა საერთოდ. რა დღე გამოვიდა. ხო და მოკლედ თამაშის წინა ვარჯიში ჩავატარეთ სტადიონზე, საბერძნეთში ათენში, სადაც იყო სტადიონზე და წამოვედით. მოვედით ახლა სასტუმროში, ვახშამი რაღაცა ვისვენებთ იქ სამედიცინო პროცედურები რაღაცებს გავდივართ და უცებ ჩატში ვარდება ჩვენი მენეჯერი აგდებს ფოტოს. ესე გასახდელში, სადაც ვიყავი, სადაც გავდივართ, სკამია და ამ სკამზე დაწებებულია სახეჭი რეზინი. აი ზევიდან დევს. ხო და რა არისო რა საყვედური მითხრესო რა ისეთ პანდემია რაღაცეებიო და ესეო სახეჭი რეზინიო ესე რა როგორ შეიძლება ესე რომ დავტოვოთ. ხო და ქვილთას პასუხი უცებ მოვიდა. არ არის ეგ ჩვენი გაკეთებულიო. ჩვენი გაკეთებული რო იყოსო ქვევიდან ამოვაწებებდითო. ზუსტად ჩვენ ეგრე ვაკეთებდით სკოლაში. ეგ არ არის ქართული ხელწერა. ხო, ეგ არ არისო ქართული ხელწერა, ასე რომ არ არის ჩვენი ეგრე. ხო, იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია რა. მართლა იუმორი გადაგვარჩენს ხანდახან რთული სიტუაციებიდან, თორე თუ ავყევით ყველაფერს. ხო და აი ნაკრების ექიმობა ხო ძალიან მაგარია, მაგრამ რამდენად არის სტრესულიც არის ეს ყველაფერი? კი არის საკმაოდ. უფრო რა არიცი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც აი კონკრეტულად ჩვენზეა დამოკიდებული ფაქტიურად ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელებს შორის ხარ რაღაც ხიდივით, იმიტომ რომ ყოველი დღე იწყება იმით, რომ ვის რამე პრობლემა ხო არა აქვს ვარჯიშზე უნდა იყოს, რა უნდა იყოს და იმ შენი სიტყვის მერე დგება სავარჯიშო პროცესის სქემა და ასე შემდეგ, რომ ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ვინ ინდივიდუალურად, ვინ პროცედურებზეა, ვინ წამოვა და იქ თავ ფიზიოლოგიების მწვრთნელთან ერთად ივარჯიშებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პლუს უნდა განსაზღვრო ამ კონკრეტულ ტრამვას რამდენი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა სანაკრებო შეკრება არის სულ რაღაც ერთი კვირა, ხო? დავუშვათ ამ ერთ კვირაში არის 2 თამაში. თუ შენ ფეხბურთელს ისეთი ტრამვა აქვს, რომ თვლი რომ პირველი თამაში არ უნდა ითამაშოს, მაშინ შენ დარწმუნებული ხარ, რომ მეორეს შეძლებს. თუ ვერ შეძლებს შენ აქ ფეხბურთელს ატო აჩერებ. იმიტომ რომ შეიძლება მის ადგილას უკვე სხვა გამოიძახონ, ხო? ამიტომ ამაზე უკვე ძალიან ჩამოყალიბებული უნდა იყო, რომ ეს ტრამვა მეორე თამაშამდე ყოველ შემთხვევაში გამოჯამრთელდება, ხო? პლუს უნდა იმუშაო იმაზე ეს ტრამვა საერთოდ რო არ მოხდეს, ანუ პრევენციაზე. პლუს მუშაობ მე იმაზე ტრამვის შემთხვევაში სწორ დიაგნოსტიკაზე, დროულ მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე და მე რეაბილიტაცია გულისხმობს ოღონ უბრალოდ გამოჯამრთელებას კი არა, ისე გამოჯამრთელებას, რომ მინდორზე დაბრუნდეს. და თან ამ ყველაფერში ხარ დროში ძალიან შეზღუდული. იმიტომ შეზღუდული რომ ხო. ეს არის და მთავარი რა, ერთ-ერთი მთავარი მუდმივი კონტროლი იმისა, რომ სპორტსმენმა, ფეხბურთელმა ამ შემთხვევაში არ მიიღოს რამე აგრძალული ნივთიერება.
ხო, ეგ ყველა. აკრძალული ნივთიერება, რომელიც შედის ეგრეთ წოდებულ დოპინგ კონტროლის პროჰიბიტით ლისტში, რომელიც ყოველ წელიწადს ნახლდება, განახლებადია. და მაგალითად 2025 წელში რაც იყო პროჰიბიტით ლისტი, 2026-ში არის სხვა. ან ემატება რაღაც პოზიციები, ან რაღაცები აკალდება და თან ემატება. ეს ყველაფერი უნდა იცოდე, იმიტომ რომ პატარა შეცდომა იქ და და ეს მთელი პროცესი წლის განმავლობაში, თქვათ, რამეს თუ დააპირებენ, რომ შეჭამონ მიიღონ, უნდა დაგირეკონ და კითხონ, თუ რაღაც არის მოსაუბნელი გამოცდის რაღაცა შეჭამონზე დიდ საკვებზე არაფერი, მაგრამ აქ არის საუბარი მედიკამენტებზე და პრეპარატებზე. ხო, მე გავფრთხილებული მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ნახე, სწორი კითხვა დამისვი აბსოლუტურად. ნახე, არის შეჯიბრების დროს, არის in-competition ტესტები და მაგრამ არის out-competition ტესტები, რომლებიც შეიძლება სახლში იყო და დაგადგეს. აი შეიძლება ეხლა სახლში ისვენებდე ფეხბურთელი არ დადეგების დროს ჩამოსულია დაუშვათ ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი თამაშობს დაუშვათ გერმანიაში. და ჩამოსულია საქართველოში, ну გარდადაგები აქვს და ისვენებს ოჯახთან ერთად. შეიძლება ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოაგზავნოს დოპინგ ოფიცერი, გერმანელი იქნება, შეიძლება იტალიელი, ნებისმიერი, შეიძლება ადგილობრივ დოპინგ ოფიცერს დაავალოს და სახლში მისამართზე პირდაპირ დილით დაუკაკუნონ, გააღოსკარი, ყველა სპორტში ეგრეა. გააღოსკარი და გამარჯობოთ, მე დოპინგ ოფიცერი ვარ და out competition ტესტი უნდა გაატარო და ვალდებულია გაიაროს. რა თქმა უნდა. ხო. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სულ ვაფრთხილებ მაგას ფეხბურთელებს, რომ ნებისმიერი სახის პრეპარატი იქნება, წამალი იქნება, რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად მითხარით და ჩამაყენეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ მე გითხრათ ეს უსაფრთხოა თუ არ არის უსაფრთხო და სხვათა შორის ძალიან მართლა თვითონაც ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმას, იმიტომ რომ ძალი იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც აი მართლა აი უბრალო გაუგებრობის გამო სავალალო, ანუ ძალიან ცუდი რამე მოხდა. მაგალითად ერთ-ერთი გახმაურების შემთხვევა რუსეთში მოცურავე გოგონა, რომელიც ძალიან ასე თქვა ტალანტი, რომელიც აღმოაჩინეს შემთხვევით სურვის ერთ-ერთმა სპეციალისტმა ერთ-ერთ სოფელში ნახა, რომ აი სადღაც ტბაში გოგონა ცურავდა რაღაც საოცარი სისწრაფით. ну გამოგიკითხა რაფერი ადგილობრივი გოგონა ჩვეულება. წარმოიდგინე, უთხრეს რომ ესე ტალანტი ხარ, ესე მონაცემები გაქვს რაღაცა დააწყები ეს ცურვაზე მოკლედ სიარული. მეორე წელსვე რუსეთის ჩემპიონი გახდა. ევროპის პრიზიორი. ხო რა, წარმოიდგინე. ხო, არანაირად და ყველა რო უწინასწარ მეტყველებდა რომ ეს ოლიმპიადაზე რო აი აქ წარმოა. და ოღონ მაგ დროს კი არაფერი. ერთ-ერთი მის წინ არ დადაგებზე წავიდა თავის მშობლიურ სოფელში. და დილით როცა გაიყვიძა, მეზობელმა უთხრა რომ აი მე რა თვალები გაქვს შეშუპებულიო და მომთხრა ხო რაღაც დილით არ მეძინაო, რაღაც ფილმს უყურეო, მოგვიანო. მე შეკაცო რა ორი ტაბლეტი ფუროსემიდიო დალიეო და ჩაგეცხრობს მაგიმას, ფუროსემიდიო და შარდენი. შარდენი კიდე არის ეგრეთ წოდებული შემნიღობელი აგენტი უწოდებენ რატო? იმიტომ რომ ითვლება რომ შენ თუ დოპინგი გაქვს, მიღებული აკრძალული პრეპარატი, შარდენით ის სწრაფად გამოყავს. შესაბამისად შარდენიც ითვლება სრულფასოვან აკრძალულ პრეპარატად. გავიდა შეჯიბრებაზე, აღმოუჩინეს ფუროსემიდი, ჩათვალეს რომ ამას ეს რაღაც მაიმუნობდა და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიცეს და არანაირმა განმარტებამ არ უშველა საერთოდ. როგორ ეს ფაქტია რა. ფაქტია და არ აინტერესებს საერთოდ არაფერი. ხანდახან არის რომ ხანდახან უთქვიათ რომ რა უჭერს კაცო 23 კაცში რაღამე ამომიღებ. იქ ხო არის რენდომარი, შეიძლება ამოიღოს ნომერი და იმ ნომერს ახლა. აი გეუნები რა. აი ზუსტად იმას ამოიღოს. ზუსტად, რატო ხდება ეგ? აი არ ვიცი. აი რაღაც სპეციალურად აი მართლა გონია რომ რაღაცა ხო. ეგ ქონდა სხვათა შორის ნაკრებში არა ოღონ. ნახე ერთი მომენტი იყო, ოღონ ყველაფერი იცი როგორ იყო, ერთი პერიოდი იყო, რომ ადგილობრივად გაკეთებული, სახსართან ადგილობრივად გაკეთებული ინექცია აკრძალულად არ ითვლებოდა. და ნუ ეხლა აკრძალულად ითვლება რა, რაღაც მომენტებია კიდე ბევრი გასათვალისწინებელი. ხო და მაგრამ შეგვეძლო, იმიტომ რაღაც გადამწყვეტი თამაში იყო და შეგვეძლო გაგვეკეთებია ეს ინექცია. და ისე გაგვეყარა ფეხბურთელი და უთხარი რომ მოდი გეხვეწები მეთქი, მაინც არ გავაკეთოთ რა.
სხვა რაღაცეებით ვსდი ისე გამოყუჩებლებით ისე რომ თან ისეთი გადამწყვეტი ის რომ მოდი იქნება მაინც კი არის დაშვებული, მაგრამ ბევრი რაღაცეები შეიძლება ნიუანსები და რაღაცაში არ იმავს თქვა მეთქი და მიუხედავად იმისა რომ ეს ფეხბურთელი მეუბნებოდა რომ აუ ის რაღაცა, ნუ არ გავაკეთეთ. ხო. და მოვიდა თამაში. მოვიდა დოპინგ ოფიცერი. ზუსტად ის ფეხბურთელი ამოიღო. აი ხო ეს აი ცხოვრებაში ცხოვრი ხოლმე. კი, აი ხო გეუნები რაღაცა. რო აი რაღაცა როცა არ გინდა, მაინც რაც არ გინდოდეს ეგეძალებოდეს, ზუსტად ეგ არის. ხო. რაღაცნაირად ცხოვრება ესე გიპირისპირებს. პრივილეგია თუ აქვს რამით ნაკრების ექიმს ზოგადად. რო აი მაგალითად არ ვიცი, აი საზღვარს ვკვეთ, ნაკლები კითხვები, თან არ ვიცი რამე ზოგადად მაინტერესებს. ხო, რაღაცეებში, რა თქმა უნდა, ეხა როგცნობენ რაღაცა მერე ნელ-ნელა რაღაცეებში, რა თქმა უნდა, არის. შენ ისე ექიმობა არ გინდოდა, ხო? არა. არა. მაგრამ სახიობობა გამოგდის ძალიან კარგად, სინკვესები ნარახი მაქვს მაგალითად და შინ ჩავწერეთ ძალიან კაი ეპიზოდი სხვა. ხო, და აი მაგ ტექსტებს შენით იგონებ, მალე ხდება ეგ პროცესი თუ აი როგორ? ჩემი პრინციპები აქვს, მანდ რომ ჩემი მარტო მე უნდა დავწერო. ხო. ხო და მალე ხდება რა, ეხლა დავუშვათ დამირეკავს მიშა და მოდი გავაკეთო. რა ერთ წამში არ წერა თქო. ერთ წამში არა, მაგრამ სადღაც ერთ კვირაში ძალიან მაგარი. 60 დღეში, მოკლედ 10 წელს. ხო. ესეც ნორმალურს. ხო და რა გინდა შენს ჭიას მაინც ხო იხარებ ამ მიმართულებითაც იწლები შემოქმედებითაც. ეს მიმართულება რო არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში. და დაწყებული, აი მანსანკანიდან დაწყებული და მე აი ეს რო არ ყოფილიყო, აი არც იმ ექიმობაში არ ვიქნებოდი ესე რეალიზებული, იმიტომ რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მე მიღებ მაშინ, როდესაც ვიღაცას ვაცინებ. აი მართლა აი რაღაც თეატრში რო დავდივარ, არის სპექტაკლები, რომლებიც ნანახი მაქვს 15 ჯერ, 17 ჯერ. აი მაგალითად არტ-ხელოვნება იყო ეგეთი მარჯანიშვილის თეატრში. რეზა სპექტაკლი თამაშობდა ზურა ყიფშიძე, მახარობლიშვილი და გომიაშვილი. მიშა. ხო, სასწაულის სპექტაკლი 17-ს 18 ჯერ მაქვს ნანახი. და ეს სპექტაკლი რომ მთავრდებოდა აქ აპლოდისმენტები ხოა და მოკლედ ფეხზე წავდა და ოვაციები და რაღაცები, ეს ხო ახთოვანებული ვარ და რაღაცა გულის წყვეტით გავდივარ სულ, რომ იქით მინდა ყოფნა. აქეთ კი არა იქით. სცენაზე. მაგრამ ნუ არ ვიზამე. ის რამდენად მნიშვნელოვანია ისაკეთოს ადამიანმა ცხოვრებაში? ძალიან მნიშვნელოვანი. რო დააბრუნებდე შენ ცხოვრებას ამას შეცვლიდი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაგას შევცვლიდი. პირველ რიგში მაგას შევცვლიდი, რომ სკოლას რო დავამთავრებდი, უბრალოდ სკოლის პერიოდშიც და მეც მოვემზადებოდი თეატრალურ უნივერსიტეტში შესაბამისად. მაგას შევცვლიდი ნამდვილად. მაგრამ მაინც ინაზღაურებ. ხო, ამითი რაღაცეებს ინაზღაურებ. სცენაზე ხარ მაინც, მაყურებელი ხარ? ასე გამოდის. და ძალიან კარგია. და ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა რომ ენერგიის ჩვენი მარილიანი თხილეული დავაგემოვნოთ. Deutschland, რომელიც შეგიძლიათ ენერგიის თხილეული მარილიანი ასევე სპარში შეიძინოთ და მოდი გერმანული ხდება, ფეხბურთს უხდება, ყველაფერს უხდება მოკლედ. აბა. თაგიყარა. ფისტა არის ხო ეს? საცმაცუნო რა. აი ეს თელ დღე რო შეგიძლია ჭამო. მეცან მყავს. ან მარილიანი. აი მზეს უმზირა მაგალითად. ხო იყიდება გარჩეულიც. გარჩეული კი არა. აი მუღამი აქვს ამას რა, რომ თან რაღაც ხელებს აფაცუნე. ეს ჭამ. ეს ძალიან კაია. მოგეწონა. კი. ძალიან კაია. რა ქვია? ენერგიის პისტაჩიო. პისტაჩიო. მარილიანი სახრამუნო. გერმანია. ახლა მარილიანის მე დესერტიც უნდა დაგაგემოვნებინა შოკოლადი და ეგაა. გაგიშვი. ძალიან გამანებიურე. არა ის ძალიან მომწონს. კაი ლოდია ძალიან. ძალიან. ასეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ბომბარჯი. ახლა ახლა რამდენიმე შოკოლადი. შენ დააგემოვნე. უშაქრო შოკოლადები. და მითხარი თქვათ როგორ მოგეწონა რა ასოციაცია წამოიღო, სად გადაგაგდო ესე იგი კოკოსია. ეს ბრაუნია.
ეს ბრაუნია. ეს არის პროტეინი milk chocolate და კუკისები. ყველა დავგემოვნებათ? არა, რომელიმე თქვათ, რომელი გიყვარს. თუ გინდა ორი, რა ვიცი, შენ როგორც გინდა. მოდი ორი. ორი ეხლა არა ორი. მე გამიხარდება. ეს უეჭველი და კუკისები. მოდი იყოს კოკოსი? კოკოსი. აბა, კი ბატონო, დავიწყოთ კოკოსით. დავიწყეთ. ტროპიკა. აი ტროპიკული ხილის რაღაც ვაიბზე გადამეყვანა. სულუქია, ნაზია. ძალიან გემრიელია. ექიმის თვალსაზრისით შევაფასე თავიდან ბოლომდე. აი, და რაც თავია უშაქროაო. კი ბატონო. უშაქროა, მაგრამ საკმაოდ ტკბილიც არის და გემრიელიც. ბომბარი შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის ფრესკოს აგროჰაბის ევროპროდუქტის ფილიალებში. კოკოსის შემდეგ. აი ესე. მოემზადეთ. ეგ ისე მახოიცი. სუნამოს მე ყავას რო სუნო. აუ, ეს აგაია. ძალიან კაია. ალუბლის გემოთია. ერთიც რო გავსინჯო? გასინჯე. ვაფლი? ხო, ვაფლი. მიდი. ჩემი რა მიდის რა. და მე ხო იცი ხა საჩუქარიც მაქვს. სენდე. კიდე როდის მომიწევ? როცა გიმოგინდება დავგეგმოთ და ძალიან დიდი სიამოვნებით. მიდი შენ ეს ჩაახლოთ. ერთი მაშინ ერთი პირობით, ნახე. მე მოვალ. მაგრამ ჩემგანაც მიიღებს საჩუქარს. მე მიყვარს საჩუქრები. ვის არ უყვარს? მოდი მაშინ ესე ვქნათ. ხო. სექტემბრისთვის თუ მომიწევ, თუ რა ისედაც, მაგრამ ნუ არა პრობლემა. ახალ სეზონზე. ხო, ახალ სეზონზე მოგარწმევ საქართველოს ნაკრების მაისურს ფეხბურთელების ხელმოწერებით ყველას. და თუ ჩამოკიდე შენ. სანამ მომიწევ იქამდე. ხვალაც ჩამწეროთ. ეხლა არ არის ხალხი თორე. ხვალხვალწელი. ახლა არ არის ხალხი თორე. აუ მინდა გთხოვ. აი ესე. კაია. გასი. ეს როგორ არა ძალიან მაგარია. საკაია. აი, ბომბარმა. კარგი რა ხარ. სხვადასხვა მრავალი სახეობის შოკოლადებია და ჩაიტკბარუნე პირი. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი დასაჩუქრებული არც ერთი პოდკასტიდან არ წავსულ ვარ, მინდა გითხრა. ძალიან გამიხარდა და მოიცა სპარის საჩუქარის დამავით. კიდე. ამას ერთი მაისური არ ეყოფას. არა, მაგიტომ გასაჩუქრებ რომ ბევრი მაისური მინდა. ესეც სპარისგან ლუდი და ფისტის სახრამუნოები. აუ, რა დახუნძლული ჯარისკაცის მამასავით მიდიო. ხო, მეც ეგ მინდა რომ ეგრე წახვიდე. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. ამას ხო იცი ხა იმიტომ გჩუქნი რომ საჩუქრე. ხო, ამა. არა, გულწრფელად გჩუქნი. იმისათვის რომ მოხვედი ჩემთან. სულ ვარ მომიწვიო. არასოდეს მე მაინც მოგიწევ. მადლობა. ველოდები. всё. შევთანხმდით. აი. მოგესმით. აი, ხო გესმით. всё, ეგა. აუ, რა მაგარია, ძალიან მიხარია. მადლობა დათო, მოკლედ. რო იყავი ჩემთან. ულევ მადლობა შენ. წარმატებას და ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. გაიხარე. მეც ასე. ჩვენი სტუმარი გახდათ დავით ხარაბაძე. ვისაუბრეთ. გაცვალეთ 1-2 სიტყვა. და თქვენ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, შეგიძლიათ გითხრათ თქვათ შემდეგი სტუმარი ვინ იყოს მირჩიეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის და გამოიწერეთ აუცილებლად YouTube არხი.